საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ფონზე ლევან ვასაძეს და მისი ოჯახის წევრებს ქართულმა ბანკებმა მომსახურება შეუჩერეს. ამის შესახებ თავად ლევან ვასაძე აცხადებს, რომელმაც სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა. ვასაძე მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით ქართული ბანკები არღვევენ სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას. ვასაძეს არგუმენტად მოჰყავს ეროვნული ბანკის 2023 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ცნობილია, 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცია, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი დაუშვა, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ. ამჯერად ლევან ვასაძე საუბრობს დიდი ბრიტანეთის სანქციების პაკეტზე, რომელმაც ვასაძესთან ერთად ფინანსური სანქციები ოთარ ფარცხალაძესაც დაუწესა. როგორია საკითხზე ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელმაც 2023 წელს სწორედ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ აამოქმედა საგამონაკლისო წესი, ჯერ უცნობია. სექტემბერში ინფლაცია დაჩქარდა. საქსტატმა სექტემბრის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.8%-ით არის გაზრდილი. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდა ძირითადად სურსათის ჯგუფის გაძვირებას უკავშირდება, რადგანაც ამ ჯგუფში ფასები წლიურად 11.9%-ით არის მომატებული. ამ ჯგუფში ფასები ყველაზე მეტად გაზრდილია ხილსა და ყურძენზე, რომელიც 25%-ით გაძვირდა. ბოსტნეულზე და ბახჩეულზე ფასები გაზრდილია 19.5%-ით, ხოლო ზეთი და ცხიმი 16.4%-ით არის გაძვირებული. ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76% პუნქტი დაისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე 9.4%-ით არის გაძვირება ამ შემთხვევაში, ამბულატორიული და სამედიცინო მომსახურება კი 9.2%-ით გაძვირდა, ხოლო სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურაზე და მოწყობილობაზე ფასები 8.1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.1%-ით. ფასები ტრანსპორტის ჯგუფში 2.1%-ით არის შემცირებული. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე. რა გაძვირდა და რა გაიაფთა საქართველოში, ასევე როგორია ამ მიმართულებით მოლოდინები. ელენე გოგბერაშვილი მუშაობს თემას და დეტალებს შემდეგ გამოშვებებში გაგვიზიარებს. მეტალურგიის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი კვლავ გამოწვევების წინაშე. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციის ფეროშენადნობების დარგში კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 127 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც წლიურად თითქმის 38%-იანი კლებაა. შემცირება ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობის ჭრილშიც. თუკი შარშან 8 თვეში საზღვარგარეთ 191,000 ტონა ფეროშენადნობები გავყიდეთ, წელს 8 თვეში ეს მოცულობა 126,000 ტონამდეა შემცირებული. ფეროშენადნობთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კლების მიზეზი კვლავ გლობალურ ბაზრებზე არსებული რთული ვითარება და დაბალი ფასებია, რის გამოც საწარმოების დიდი ნაწილი კვლავ გაჩერებულია. ფასები, ესე იგი, დაახლოებით 1,150 დოლარის ფარგლებში 1 მეტრი კუბ ტონაზე. რაც საკმაოდ დაბალია. ეს იმის ფონზე, რომ ჩვენი ინდოელი კონკურენტები ძალიან აგრესიულად შემოდიან ევროპის ბაზარზე, იგივე თურქეთის ბაზარზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ფონზე, რომ მეტალურგიაშიც პრობლემებია და თქვათ ჩვენი კოლეგები, თურქი მეტალურგები ხარისხს უკვე ნაკლებ აქცენტს აკეთებენ, რომ ქართული ფეროშენადნობები მოგეხსენებათ ახალი ხარისხის არის, უფრო დაბალ ხარისხიან ინდურ პროდუქციას აკეთებენ აქცენტს და იმის გამო, რომ ფასი უფრო საკარგლოა, ქეში ნაკლები გასდით და ასე შემდეგ.
რა ვითარება მრეწველობის სექტორში და როგორია სხვადასხვა საექსპორტო პროდუქციის მაჩვენებლები. ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემას და დარგის წარმომადგენლების შეფასებებს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებს. თბილისის მერია დედაქალაქში 2 საბაგიროს მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. საუბარია სარაჯიშვილისა და ზღვის უბნის, ასევე მეტროსადგურ ისნისა და ვაზის უბნის დამაკავშირებელ საბაგიროებზე. კალაძეს აღნიშნულ საბაგიროებთან მიმართებით დაპირება არაერთი წელი აქვს გაცემული. ბოლოს ის 4 წლის წინ საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო, როცა დაანონსდა, რომ 2025 წლამდე ორივე საბაგიროზე ტენდერიც გამოცხადდებოდა და მისი მოწყობაც დასრულდებოდა. კალაძე დღეს ამბობს, რომ პროექტებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რომელიც კომპანიას სისტრას მიერ მომზადდა. რამდენად რეალურია საქართველოში აღნიშნულ მარშრუტებზე საბაგიროების მოწყობა და რატომ დაპაუზდა საბაგირო ტაქსის პროექტი, რომლის განხორციელებაც შვეიცარულ კომპანია ბარტოლეტეს საქართველოში სურდა. თემაზე 15 საათსა და 30 წუთზე კომპანია ბარტოლეტეს წარმომადგენელს საქართველოში ტრანსპორტის სპეციალისტ ასმათ აბესაძეს მასპინძლობთ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალური დიზაინის პროექტს, რომელიც მოქალაქეთა აქტიურობით ჩართულობით მომზადდა. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700.000 ლარი შეადგინა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ კი თითქმის 24 მილიონი ლარი. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დემარკაციის შედეგად დაზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, განისაზღვრება საზღვრებში მოხვედრილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და არატიპური ინფრასტრუქტურული პროექტები. საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა. რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი ახლად დაარსებული დაცული ტერიტორია ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 50.835 ჰექტარს წარმოადგენს. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ეს არის რაჭის დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტება, სადაც ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი წარმომადგენლობების ინტერესებს და საჭიროებებს. დაცული ტერიტორიების შექმნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბუნების დაცვის მიზანს ემსახურება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის ის საჭიროებები და ინტერესები, რაც არსებობს დღეს. საქმის კურსი 12 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთს დაგიბრუნდებით.